სადაც გურჯაანის ნაყინია, ყველგან სიხარულია. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში NDI-ის კვლევის მიხედვით 2016 წლის მარტიდან დღემდე 4%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, მაგრამ კარგი ურთიერთობები უნდა შევინარჩუნოთ ევროკავშირთან და ნატოსთან. ვის როგორ წარმოუდგენია კარგი ურთიერთობები ნატოსთან, ევროკავშირთან თუ რუსეთთან, ოკუპანტ მეზობელთან, რომლის სამხედროებიც გუშინ საოკუპაციო ზოლიდან ქართულ მცხენს იტაცებდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს და ახალგაზრდა მამაკაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოჩა ოთხოზორიას მკვლელობის უმძიმესი კადრების ხილვის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის დათმობის მსურველთა რაოდენობის თუნდაც 4%-ით ზრდა, ალბათ საზოგადოების ნაწილისთვის გასაკვირი იყო. რატომ უნდათ რუსეთთან ვის რას სურს, ვის სად სურს და ვირას ელოდება? გია ჯაფარიძე გირჩი და ჯონდი ბაღათურია ქართული დასი. მე მათ მივესალმები, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. მოდი დავიწყებ ბატონი გიასგან შეკითხვას. ბატონო გია 4%-ით გაზდა. თითქოს არაფერია, იმიტომ რომ უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით მკვეთრად გამოხატულ პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ რას უნდა მივაწეროთ თუნდაც ის 4%-იანი ზრდა და აი ამ საგარეო ვექტორებზე დადებული შედეგების შესახებ რა სიტყვით? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. თქვენ ახსენეთ 4-ზორიას მკვლელობა დაუკავშირეთ ამ 4%-იან ზრდას, მე სხვა რაღაცას დაუკავშირებდი ასევე 4%-იან ზრდაზეც ვისაუბრებ, მაგრამ თუ თქვენ ნახეთ კვლევის თანახმად აი მთავარ საკითხებში რაც აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს, ტერიტორიული მთლიანობა ისევ არის კარგახანი არ მოხვედრილა და დიდი ხანია, ხო, უცებ ეს უკავშირდება 4-ზორიას თუ რამე უკავშირდება ზუსტად ეს საკითხი, ანუ 4-ზორიას კვლელობამ როგორც ჩანს გამოიწვია საზოგადოებაში ძალიან დიდი რეზონანსი და ეს აისახა კიდევაც კვლევაში ტერიტორიული მთლიანობა უფრო მეტ ადამიანს აწუხებს უკანასკნელი კვლევის თანახმად, ვიდრე წინა კვლევებში ფიქსირდებოდა პროცენტი. ეხლა რაც შეეხება 4%-იან ზრდას, ეს არის ნატოს აქვს ზრდა. არა, რუსეთთან ურთიერთობის ცოტა სხვანაირად არის იქ კითხვა დასმული, უხეშად ცოტა რთულია ესე უხეშად რომ ასე ვთქვათ, აი პრორუსული სენტიმენტების ზრდა არ არის 4%-იანი, იქ კითხვა ცოტა სხვანაირად არის დასმული. მე გეტყვით ამას რას უკავშირებ? ეს უკავშირდება ალბათ იმას, რომ ჩვენ ჩემი აზრით გადაგვივადეს ოქტომბრისთვის უვიზო რეჟიმის სავიზო ლიბერალიზაცია ევროპის კავშირთან და როგორც ჩანს ამანაც რაღაცა გარკვეული ასახვა პოვა ქართველ გამოკითხულ საქართველოს მოქალაქეებზე. ანუ მე არ მგონია რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა კატასტროფულ ციფრთან საქმე, თუ წინა კვლევას შევადარებთ, იმაზე უფრო ნაკლებია ვთქვათ, აი რომ უხეშად რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, აი ეს პრორუსული სეგმენტი, ანუ თუ ასე ვთქვათ დიაქრონულ ჭრილში შევხედავთ, თუ მარტო უკანასკნელ კვლევას, იმის წინა კვლევას არ გავითვალისწინებთ, არამედ შევხედავთ ყველა სხვა კვლევას ჩატარებულს უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენ არ გვაქვს არანაირად შემაშფოთებელი ზრდა. მე საერთოდ არ მგონია რომ რაიმე ზრდა გქონდეს პრორუსული სენტიმენტის. მაშინ დავაკონკრეტებთ NDI-ის კვლევების პასუხები ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით არის იქაც გვაქვს ცოტა კლება. თუ შეგვიძლია, ხო, იქაც არის ცოტა, მაგრამ მაინც არის გამოხატული NDI-ის კვლევების პასუხები ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით. მე ერთი რამ მინდა კითხოთ, ადრე არჩევნებამდე ქვეყანაში თუნდაც რუსული ინტერესებზე პოლიტიკოსების მხრიდან საუბარი ცოტა უხერხული იყო და ცოტა შეფარულად ხდებოდა ხოლმე. ეხლა ამ არჩევნებზე ძალიან ღია, ძალიან მკვეთრად დაიწყო ერთგვარი ზოგი ღია დატარებს ამ რუსულ ინტერესებს, ზოგი მინიშნებით. რატომ ბატონო ჯონდი? იგა მოდი დავაზუსტებ რუსულს არა ქართულ ინტერესებს და ქართული ინტერესებიდან გამომდინარე. არა, რუსული და ქართული ინტერესი ერთად არაა. არა, ქართულ ინტერესებს და თქვენ თქვით რომ რუსულ ინტერესებს ხო, ანუ პრორუსული პოლიტიკური პარტიები რა. ერთი პრორუსული სხვა რამეა, ახლა ამას დრო არ დავყავ. ეგრეთ წოდებული, კარგი. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმულირების შერჩევას.
ეხლა დავიწყოთ იმით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მართლაც საქართველოს საზოგადოებრივი აზრი დიამეტრალურად შეიცვალა და რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის მომხრე. თავარი ინდიკატორი, რაც კვლევებთან დაკავშირებით, სწორედ ის რაც თქვენ ბრძანეთ. პოლიტიკოსები ეს იციან, პოლიტიკოსებს აქვს ეს ჯერთი ამას გრძნობენ. თუ პოლიტიკოსია, ალღო უნდა კონდეს და თავისი ხალხის განწყობას უნდა გრძნობდეს და მე ამას ეს იკვეთება კვლევებში, ეს კვლევები მე ასე იგი სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მე მიმაჩნია პირადად, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ქართული საზოგადოების წინააღმდეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანების. ამას ადასტურებს თქვენ თუ შეხედავთ იქ შემდგომ გვერდზე, ამ კვლევებში აქვთ ესე, ვინ არის ასე რადიკალურად მომხრე ნატოსი და არის 13, 14, 15%, პრორუსული ესეთი არის 6%, მაგრამ შუალედურის, რომელიც მომხრე არის მაგალითად უფრო პრორუსულის, მაგრამ ნატოს კარი არ გამოუჯახონოთ, ასეთი არის 20 და უფრო დასავლურის, მაგრამ რუსეთის კარი არ გამოუჯახონოთ, ასეთი არის. ხო, მაგრამ მკვეთრად დაფიქსირებულია, რომ 72%-ისთვის ქვეყნის მოსახლეობის არის ევროკავშირი და 64%-ისთვის ნატო. ხო, მოდი ციფრებზე ვიდავებ, ტენდენციებზე ვილაპარაკო. აი მაგმონაცემს ეწინააღმდეგება. რატო უნდა იყოს წინააღმდეგობა რუსეთთან კონდეს კარგი ურთიერთობა, ანუ ეს ერთმანეთს ანუ მაგ მონაცემს ეწინააღმდეგება ეს გვერდი. ანუ ეს გვერდი ამბობს, რომ უფრო მეტი არის რუსეთთან თანამშრომლობის და პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის მომხრე. რამ დაარტყა განსაკუთრებით? ეხლა ბევრმა დაარჩა ის მომენტის ევროკავშირის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხმა, რა თქმა უნდა, დაარტყა. ამას ძალიან დაარტყა ბოლო დროს ქართულ პოლიტიკოსებში გავრცელებულმა სამარცხვინო ტერმინოლოგიამ. რაც მინისტრები, რასაც ხმარობენ მინისტრები, კონკრეტულად ჩვენ პირნათლად შევასრულეთ შეერთებული შტატები და მოსული ყველა რეკომენდაცია. ან მესიჯი, რომელიც მივიღეთ შეერთებული შტატები, ან სიგნალი და ასე შემდეგ. ხალხმა ცხადად ნახა, რომ პოლიტიკური უმაღლესი თანამდებობის პირდაპირ ამბობენ, რომ მარიონეტები არიან და რეკომენდაციებით იმართებიან და გაიდლაინები შეერთებული შტატებიდან და არა და ნაკლებად უსმენენ ხალხის ხმას და ხალხის გადაწყვეტილებას და ის რაც ეხლა თურქეთში მოხდა 2 კვირის წინ ეს იყო პირდაპირ კატასტროფა მინდა გითხრათ და სრული დისკრედიტაცია ნატოსი იმიტომ რომ ჩვენ ვართ მომსწრე ისტორიული მოვლენის თუმცა ნატოს წევრი ერთი ქვეყანა თურქეთი ბრალს დევს ნატოს წევრ მეორე ქვეყანა შეერთებულ შტატებს რომ აქედან იგეგმებოდაო სამხედრო გადატრიალება და კონკრეტულ სახელ და გვარსაც ასახელებს და უფრო მეტიც კოორდინაციისთვის სამხედრო გადატრიალების დაპატიმრებული არის ნატოს ინჯილიკის ბაზის ხელმძღვანელი. ანუ გამოვიდა რომ ხალხმა დაასკვნა რომ ვიღაცა შეიძლება მოსწონს ალბათ ბატონ გიას მომხრეებს ეს აზრი შეიძლება არ ეთანხმება, მაგრამ გამოვიდა რომ ნატო არც ისეთი სტაბილურობის უსაფრთხოების გარანტი ყოფილა და პირიქით შეიძლება ნატოს ბაზისიდან სამხედრო გადატრიალება იმართებოდეს. მადლობა ჯონდი, დაგიბრუნდებით. კი ბატონო, ასეა ეს ასე გამოვიდა, იგივე თურქეთი ახსენა ეხლა ბატონმა ჯონდიმ და თურქეთი კარგად ვიცი, ანუ სწავლობდი დიდი ხნის განმავლობაში, მუშაობ თურქეთზე, ანუ თურქეთს 20 წლის განმავლობაში, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩემი პროფესიული საქმიანობაც უკავშირდებოდა დიდწილად თურქეთს. თურქეთი არ არის ახლა ჩვეულებრივი ტიპის დემოკრატია, ну წარმოვიდგინეთ რომ თურქეთი არის, თქვათ, ისეთი დემოკრატია, როგორიც არის ევროპაში. თურქეთი იყო ნატოს წევრი მაშინაც, როდესაც იქ სამჯერ მოხდა სამხედრო გადატრიალება და ერთხელ სამხედროებმა ტელეგრამა გაუგზავნეს მოქმედ პრემიერ-მინისტრს და ქუჩაში თქვათ სამხედრო მანქანებით გამოსვლა საჭირო არ გახდა არც თურქეთს პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატები რა თქმა უნდა არ დაუდანაშაულებია, მან დაადანაშაულა ფეთულა გიულენი, რომელიც ყოფილი მოკავშირეა დღევანდელი თურქეთის და დააკავა ინჯილიკის ბაზის ხელმძღვანელი, რომელიც არის თურქეთის მოქალაქე, თურქი გენერალია, ის ხო არ არის ამერიკელი გენერალი. მოდი თურქეთს შევეშვა რომ გადმოვინაცვლოთ ბატონო გია. აი ამ კვლევებს ხო არ დაუბრუნდეთ. ხო, კვლევებზე ზუსტად კვლევებიდან გამომდინარე მინდა რომ დავსვა კითხვა. ამ არჩევნების შედეგად ველოდოთ თუ არა რომ საქართველოს პარლამენტში შეიძლება მოვიდნენ არადასავლური მიმართულების პარტიები. ოცნების შიდა კვლევებიც კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ ყველა ის პარტია ხდება თუ დაუჯერებთ იმ კვლევებს ვისაც აქვს მკვეთრად დაფიქსირებული საკუთარი პროდასავლური
ლიბერალური საგარეო ორიენტაცია, მაგრამ ველოდოთ აი ამ თუნდაც 4%-იანი ცვლილებით. კვლევის თანახმად, რაც კვლევის პირველი ნაწილის თანახმად, რაც დღეს NDI-მ რაც გამოაქვეყნა, ჩვენ ხედავთ, რომ არის დაახლოებით 20%-იანი, ასე ვთქვათ, ნიშა, სადაც შეიძლება ვთქვათ, რამდენიმე ვთქვათ, პრორუსული, როგორც გნებავთ, ისე უწოდოთ, რუსეთისადმი კეთილგანწყობილი, ვთქვათ, პოლიტიკური ძალები შეიძლება აი ამ ორბიტაზე შეიძლება ვიხილოთ 20% არ მგონია რომ იყოს მაგრამ მელოდებით რომ მაგრამ უშვებთ რომ შეიძლება ვთქვათ რაღაცა პროცენტით ისინი შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ თვითონ ქართული ოცნების წევრი იყო ვთქვათ იგივე ბატონი თამაზ მეჭიავი რომელიც ახლა ხო მაგრამ ძალიან შეასყდა პრემიერს და უკვე ძალიან ღია განცხადებებს აკეთებენ კვინიკაშვილის წინააღმდეგ სწორედ ამის მაგათ პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილისგანაც მომისმენია ისეთი განცხადებები რომელიც უფრო ვთქვათ მოსკოვის ხურს ესიამოვნებოდა ვიდრე ვთქვათ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ყურებს ვთქვათ ასეთი განსხვავება არსებობს განცხადებას ვისი ყურის სასიამოვნოდ აკეთებს ქართული სასიამოვნოდ კეთდება როდესაც განცხადება კეთდება ჩვენ სიამოვნებს ხო არის ახლა როდესაც ვთქვათ რაღაცა სტატია გამოდის კარგი საქართველოზე ხო გიხარია როცა ცუდი გამოდის წის ბუნებრივი ამაზეა საუბარი ზოგადად ის ახლა ნახე რაც თქვა ეს არის სიმპტომატური და ჩემი აზრით ქართული პოლიტიკური სპექტრის განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის სამარცხინო. მართლაც როგორც ბატონმა გიამბრძანა, ბევრი ქართველი პოლიტიკოსი აკეთებს განცხადებას იმისთვის, რომ ვინმეს ყურს ესიამოვნოს. უმეტესობა ამას აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკელების ყურს ესიამოვნოს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც რუსების ყურს რომ ესიამოვნოს, ამის აი მაგას ნამდვილად საქართველოში ადგილი, მაგრამ მე არ მithქვავს, რომ ვინმე განცხადებას აკეთებს იმისთვის, რომ ვინმეს მისთვის განცხადება არ უნდა კეთებოდეს, განცხადება შეიძლება დიპლომატები აკეთებდნენ ისეს, როცა რაღაც დიპლომატიური ხაზის დარეგულირება მიდის, რომ ფონი მოიმზადო, იქ ჩასვლის წინ პოზიტიური განწყობა შექმნა, ნიადაგი შექმნა და ეს ძალიან გასაგები, ასე დრო შეიძლება ყურებზე იფიქრო, როცა რომელიმე ქვეყანასთან რაღაცას თემაზე ლაგდები, დანარჩენი ქართველის გულს არც ქართველის ყურისთვის ასე ქართველის გულს და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს რაც ჭირდება ის განცხადება და ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და საქართველოს ინტერესებში დღეს არ შედის ნატოში გაწევრიანება, იმიტომ რომ ხედავთ რომ მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა, მოცემულობა პირდაპირ გვეუბნება რომ ჩვენ პირდაპირ დარტყმის საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ამიტომ ცოტა უფრო რაციონალური პოლიტიკა უნდა გავატაროთ. მე მომწონს, როცა ჩემი ოპონენტები ამ სტუდიაში ან სადმე სხვაგან არიან პროდასავლური ფრთის წარმომადგენლები და მე ძალიან მომეწონება თუ ეს ფრთა საბოლოო ჯამში დაალაგდება და ექსკლუზიური უფლება მარგინალიზებულ ერთ-ერთ ჯგუფს არ ექნება, რომელსაც რაღაცა ბევრი ფული აქვს დაკურდალი და რაღაცა ტელევიზია აქვს მისაკუთრებული და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, სახელმწიფო ინტერესში შედის, რომ აი ამ ჯგუფსაც კი არ იშვიათენ რაღაც ეპიტეტებით ბატონგიას აზუს კადრებია და ბევრ კოლეგას, მაგრამ ზოგიც ასე რომ აი კრემლი და ასე შემდეგ. არა მათაც უნდა მოსწონდეს, რომ ჩვენი ფრთაც დაალაგდეს. ჩვენი ფრთა ვინ არის უკაცრავად? ის ფრთა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ არის დღეს მომგებიანი და ზოგადად ანუ ნატოელები და ანტინატოელები ასე დავახარისხო? ცოტა პრიმიტიულია, მაგრამ შეიძლება ხო თეთრი შავზე ხო. კონტენტით შესაბამისია მე. იცი რა არის, მე მინდა ვიფიქრო, რომ აი ამ ფრთაზე, ასე იგი, ლიბერალების ფრთაზე და ეგრეთ წოდებული პროდასავლურების ფრთაზე არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საქართველოს ინტერესები აინტერესებთ, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უფრო მომგებიანია, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არის მომგებიანი, რუსეთთან პარტნიორული და სამოკავშირო ურთიერთობები არის მომგებიანი. აი ამ ძალების ჭიდილში შესაძლებელია ჩვენ რაღაცა ესეთ გადაწყვეტილებებზე მივიდეთ, ჯერდი კონკურენცია შობს უფრო მეტ პროგრესს და შეიძლება რაღაცა შეთანხმებები ანტინატორას ნიშნავს თქვენთვის ბატონო გია. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესების გატარების მცდელობა? ჩემი პირადი აზრით თუ გაინტერესებთ, ანტინატო ნიშნავს მიესალმებოდეთ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. მიესალმებოდეთ და ამართლებდეთ იმას, რასაც უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში რუსეთი ჩადის და ჩადიოდა და თუ ამის საშუალებას მივცემთ მომავალში ჩაიდენს საქართველოში. ანუ მე ბატონმა ჯონდიმ ახსენა ლიბერალური და პროდასავლური ფრთა, რა სახელიც გნებავთ, ის სახელი შეიძლება ამ ფრთას დავარქვათ. ეს არის ყველაზე ქართული ფრთა, ქართულ პოლიტიკას.
პოლიტიკაში და რატომ ამბობ ამას? ჩვენ ვაფუძნებთ ჩვენი პოზიციები არის დაფუძნებული პოლიტიკურ რეალიზმზე. ჩვენი ხედვები არ არის დაფუძნებული ეგრეთ წოდებულ რაღაც wishful thinking-ზე, რომ უცებ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი რაც უფრო მეც დაუთმობთ და რაც უფრო არ ვიცი, რაც გნებავთ ის სახელი დავარქვათ, რაღაცა ცუდი სახელები მომდის მასნამაინც თავში, რომ რუსეთი ჩვენ ამითი რაღაცას თქვათ მეგობრობის ხელს გამოგვიწვის. არა, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ რუსეთთან მიმართებაში 200 წლის განმავლობაში და ვხედავთ რა მივიღეთ, ეს არის დაკარგული ტერიტორიები, ეს არის ამჯერად კიდევ ოკუპირებული ტერიტორიები და უკანასკნელი ინციდენტი, რომელიც ესეთი სასტიკი მკვლელობა საქართველოს მოქალაქის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს იყო იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის თბილისის კონტროლის ქვეშ, ეს არის მოსკოვის კონტროლის ქვეშ. ჩვენ გვაქვს ხელთ, თქვენ გიპყრიათ ხელთ კვლევა, სადაც საქართველოს მოსახლეობის 75% დაახლოებით ამბობს, რომ მას უნდა იყოს იმ ღირებულებათა სისტემის ნაწილი, რომელსაც წარმოადგენს ევროპის კავშირი და ნატო. რაც ყველაზე უფრო მთავარია, გამოკითხული ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 100%, ანუ ეს არის ის თაობა, რომელიც შემდეგი 10 ან 15 წლის შემდეგ ჩაიბარებს უკვე საქართველოს მართვას. ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც ემხრობიან ცხოვრებას, როგორც დასაკვირველი ახალი თაობა, ჩემი შვილის თაობა, ჩემი თაობის ნაწილიც ირჩევს არ დამთავრებია ქალბატონობა, თუ შეიძლება დავამთავრებ. რა არის ამის საპირწონე? იქით ხარეს რა არის? იქით ხარეს ეს არის კორუფცია, ეს არის წარუმატებელი სახელმწიფო, ეს არის უხეში გათელვა ადამიანის უფლებების, ეს არის კრიმინალის თარეში, ეს არის სახელმწიფოსთან შეზრდილი კრიმინალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ბუნებრივი რომ ახალგაზრდა თაობა ირჩევს იმ სივრცეს, სადაც მას აქვს მეტი თავისუფლება და სადაც მას აქვს საკუთარი თავის რეალიზების უფრო მეტი შესაძლებლობა. აი, როდესაც სასწორის ორ მხარეს დევს ღირებულებათა ერთი სისტემა, რომელიც აღწერე და ღირებულებათა მეორე სისტემა, რომელიც ასევე აღწერე, 75%, 80% ჩავთვალოთ, რა საკვირველია ირჩევს, არა დასავლეთს, რა მნიშვნელობა აქვს რა სახელმწიფო ღირებულებათა სისტემას. მადლობა, ბატონო გია, არ გეთანხმებოდა ჯონი, როდესაც თქვენ საუბრობდი და ერთი რეპლიკა მომხდა წეღან ყურში, როდესაც გიგა 4-ზორიას მკვლობა ახსენა გია ჯაფარიძემ, თქვენ დასვით ასეთი კითხვა, რუსეთმა მოაწყო ესო? არ მოაწყო ეს რუსეთს? რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ეხლა ყველაფერი არის სიტყვების რახარუხი. რას ცეხვე ვისმენდით ეთერში? ჩვენი კოლეგები, აი პროდასავლური პარტიები და ძალები და მათ შორის ხელისუფლება და აი შეერთებული შტატების საელჩო და ელჩი, რომელიც მართავს რეალურად ქვეყანას. ასე დარწმუნებული ამ კვლევების სინამდვილეში და რომ და იმაში, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70% ნატოში გაწევრიანების მომხრეა, მაშინ გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისია რეფერენდუმის განხორციელებაზე, ჩატარებაზე უარს არ განაცხადებდა. თუ თქვენ ამაში დარწმუნებული მე ასე უთხარი კიდეც რა რეფერენდუმზე საუბრობთ მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ რომ გასაგები გაქვს კომისიამ სრულად უკანონოდ, უსაფუძვლოდ და უსამართლოდ განაცხადა უარი ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებაზე შეკითხვით. უჭერთ თუ არა მხარს ქვეყნის საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. თუ ასეთი დარწმუნებულები იყვნენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ და პროდასავლელი პოლიტიკოსებისთვის ეს იყო შანსი, რომ მათი სურვილები და ოცნებები ნატოში გაწევრიანების გამყარებული იყო. ეს რეფერენდუმი. არ ჩატარებული, იგივე დამასრულებინე რა გამყარებული იყო რეფერენდუმით, მაგრამ თუ ბატონებო თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ არის ნატოში გაწევრიანების მომხრე, მაშინ თქვენ რა უფლებით აკეთებთ ამ განცხადებებს? 2008 წელს ჩატარდა გამოკითხვა. ეს ხო პლებისციტი, რასაც კანონის ზალა არა აქვს. ხო, მაგრამ ხალხის ხმა იყო, ხო? ეს ხალხის ხმა აქაც არის, ინგა. არა, ხალხის ხმა აქაც არის. ეს იყო გამოკითხვა, ეს იყო ისეთივე გამოკითხვა, როგორც ეს გამოკითხვა და რეფერენდუმი არის სამართლებრივი აქტი. ეს განსხვავება და 8 წლის. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ქვეყანას ჭირდება რეფერენდუმი ამ შეკითხვით? 8 წლის წინ. რეფერენდუმი, აი, ოჯახზე, რეფერენდუმი ნატოზე, ყველაფერზე რეფერენდუმი უცნაურია, ხო? პირდაპირ წერია რეფერენდუმის შესახებ კანონში და კონსტიტუციაში. რეფერენდუმი ტარდება ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დაკავშირებით. პირდაპირ წერია და ჩვენ ვამბობთ, რადგან ეს ასეთ სადაო საკითხია, რადგან ეს ჩვენი საზრით შეიცავს საფრთხეებს და ეს გადაწყვიტოს არა გრანტებზე გაყიდულმა, თუნდაც ძალიან პატრიოტმა პროდასავლურმა ძალებმა და არც ჩვენ არამედ ეს გადაწყვიტოს ხალხმა.
რა უდგას წინ რეფერენდუმის განხორციელებას და აი ხალხის ნებამ გადაწყვიტოს და არა ვფიქრობთ რომ შეეშინდათ რომ რეფერენდუმზე სხვა პასუხი დაიდებოდა რაც არის ხელისუფლების მიერ დეკლარირებული კურსი და ამიტომ უარი წაიკითხე და ბატონ გიასთან უნდა გადავიდე უკანონო გადაწყვეტა ამას პირველივე სასამართლოზე გავაუქმებინებ იმიტომ რომ საქართველოს დაეყნენ ძირითადად საქართველოს კონსტიტუციის ბოდიში კონსტიტუციის 72 მუხლს რომელიც ამბობს 74 მუხლის მეორე ნაწილს რომელიც ამბობს რომ არ შეიძლება რეფერენდუმი ტარდებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიკაციის ან დენონსირების შესახებ. და ციტატა წავიკითხე როგორც უკვე აღნიშნა რეფერენდუმის ჩატარება პირდაპირ არის აკრძალული საერთაშორისო ხელშეკრულებების შეთანხმებებისა და რატიფიცირების ან დენონსირების შემთხვევაში და აქედან გამომდინარე უარს გეუბნებითო. ბოდიში მაგრამ დენონსირება ნიშნავს მაშინ იმ აქტს როცა რამე ხელშეკრულება დადებულია მადლობა გავიგეთ მადლობა დავასრულო აზიზო არა გავიგეთ ხო დრო ხო განსაზღვრული ამიტომ გავასაჩირებ და ჯერტი შეგვიძლია ფორმულება შევცვალო და პირდაპირ ვკითხოთ რომ მომხრე ხარ თუ არა რომელიმე ბლოკში გაწევრიანების ამ მომხრე ხარ თუ არა ნეიტრალიტეტს მომხრე ხარ თუ არა ეს აუცილებელია თქვენ აუცილებელია იმიტომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჩვენ მიგვაჩნია არის საფრთხეების მადლობა და კითხავთ რატომ მიგაჩნიათ საფრთხეთ ამას დაგისვამთ კითხვას ბატონო გია თქვენ როგორ ფიქრობთ ქვეყანას ჭირდება დღეს ამ ღირებულებებზე რეფერენდუმი არის პირდაპირ დემოკრატიის ფორმა და რასაკვირველია რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს თუ რასაკვირველია ის აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. ახლა ამ ეტაპზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხის დასმა უსაფუძვლოდ მიმაჩნია გეტყვით რატომაც იმიტომ რომ არ დგას ახლა დღის წესრიგში საქართველოს აი დღეს ხო არ წევრიანდება საქართველოს არა ნატოში ჩვენ გვაქვს გასავლელი რაღაცა ჩატარებულიყო თუ ეს შეიძლება ჩატარდეს როდესაც უკვე ჩვენ გასაფორმებელი გვექნება ხელი გვექნება მხოლოდ დოკუმენტზე მოსაწერი ეს ერთი მეორე ახლა რასაც ბატონი ჯონდი ბრძანებს ეს არის ზუსტად ის რაც უნდა ვლადიმერ პუტინს და რაც უნდა კრემლს ანალოგიური სცენარით ის ცდილობს ევროპის სახელმწიფოებში პატარა მის მიერ ხშირად პირდაპირ ლინკები ხშირად არ იკვეთება, მაგრამ მასთან კავშირში მყოფან პირადად მათ მიერ მართული სხვადასხვა პატარა პოლიტიკური ჯგუფების მიერ იყოს ინიცირებული სხვადასხვა საკითხებზე რეფერენდუმი. ასეთი რეფერენდუმი მაგალითად ჩატარდა ჰოლანდიაში და ასე შემდეგ. ანუ დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს, როგორც რუსულ პროპაგანდაზე, მთელი მსოფლიო საუბრობს აგრეთვე იმ მანიპულირების და ხშირად ფარული თუ ხშირად ღია მოქმედებების მექანიზმების რაღაც აიმ უკვე ერთობლიობაზე, რასაც რუსეთი იყენებს ევროპის ქვეყნების, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოების დასაშანტაჟებლად და იქ რაღაც სიტუაციის ასარევად და კი რასაკვირველია, რა თქმა უნდა, საქართველოში ბუნებრივია მაგალითად უბლოკო სტატუსის წამოწევა, უბლოკო სტატუსი არის საქართველოსთვის და ამ ყველაზე უფრო უარესი რაც შეიძლება საქართველოს მიიღოს ეს არის უბლოკო სტატუსი, მაგრამ მე მინდა კვლევებს დაუბრუნდეთ. კვლევები სხვა რაღაცას გვაჩვენებს. კვლევები იმასაც გვაჩვენებს, რომ ნახეთ რა არის მთავარი საკითხები ამ ქვეყანაში. ეს არის სამუშაო ადგილები და ეს არის სიღარიბე. შემდეგ თუ თვალს გაადევნებთ მთელ კვლევას, ნახავთ რომ სწორედ სიღარიბეა და უმუშევრობა არის ის, რასაც რუსეთი ყველაზე კარგად იყენებს საქართველოში. სადაც ყველაზე მეტი სიღარიბეა, სადაც უმუშევრობაა, ზუსტად იმ მოქალაქეებში გვაქვს უფრო მეტი პრორუსული განწყობილებები. ზუსტად ეს მოქალაქეები არიან, რომლებიც არიან მე რომელიმე თაობას კი არ გამოყოფ, მაგრამ ეს არის ის თაობა, რომელიც დღეს ვერ პოულობს შრომის ბაზარზე სამუშაოს, რომელმაც ისი შეიძლება. ძირითადად ეს არის მამა ჩემის თაობა, ჩემი მშობლების თაობა, ან ბაბუების და ბებიების თაობა, ხო? ამას გვიჩვენებს ეს კვლევა. რა არის საქართველოში მთავარი პრობლემა? რეფერენდუმი მაგაზე კი არ უნდა ჩავატაროთ. რეფერენდუმი იმაზე უნდა ჩავატაროთ, რომ საქართველოში გავაუქმოთ რაღაცა ნაწილი გადასახადების და აღარ კონდეს არც ერთ მთავრობას გადასახადების დაწესების უფლება. რეფერენდუმი იმაზე ჩავატაროთ, რომ არ იყოს გაზრდილი ბიუროკრატია. რეფერენდუმი ჩავატაროთ იმაზე, რომ ბიუჯეტის ზრდა მიბმული იყოს პირდაპირ ეკონომიკურ ზრდაზე. ამაზე მესმის რეფერენდუმის ჩატარება. ეს არის ქვეყანაში მთავარი პრობლემა, თორე საქართველოს მოქალაქეებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ მათ უნდათ ნატო და ევროპის კავშირი. მათ არ უნდათ სიღარიბე. სიღარიბე ყვებავს საქართველოში
პრორუსულ განწყობილებებს. გასაგებია. თუ ჩვენ დავამარცხებთ სიღარიბებს, არც ეს 20% არ გვექნება. მადლობა ბატონო გია, გადავდივარ ჯონდისთან და უნდა დავასრულოთ გადაცემა. პუტინის ენით საუბარიაო მსგავსი განცხადებები. საქართველოს ბოლო 25 წელია მართავს პროდასავლური, აი ბატონო გია რო აზროვნებს, ასე მოაზროვნე ხელისუფლებები და არა, სამწუხაროდ არა, ეს სიღარიბე და სიღატაკე სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა. ბატონო გია და მთელი გირჩის შემადგენლობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ. არა ბატონო ჯონდი, არასდროს ნაციონალური მოძრაობის წევრები. გენერალური მდივანი იყო თქვენი ძმა. აღმასრულებელი მდივანი იყო, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა არ იყო ხელისუფლებაში. მაშინ როდესაც ამაგრად შეუძლია, აი რამაგრად შეუძლია. არა, ოპოზიციაში ყოფილი პოლიტიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. რამაგრად შეგიძლიათ, ესე იგი, ასე წარსულზე კაცულს გაემიჯნა უცებ ტყავი გამოიცვალ ფიგურა. არა, არაფერს არ ვიმიჯნებ ბატონო ჯონდი. ახლა თქვენ მაგათი ელჩი იყავით ბატონო გია, როგორ არა, მე მუშაობდი, რა თქმა უნდა, თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო გენერალური მდივანი. მაგრამ დიპლომატებს არ აქვს პოლიტიკური პარტიული კუთვნილება. ეხლა სააკაშვილი პოლიტიკური კუთვნილების და დობის გარეშე ნიშნავდა ელჩებს ამის მაგიათ გამლაგებელი ვერ ნიშნებოდა სააკაშვილის. ვიმუშავე სამ სახელმწიფოში და არც ერთ დღეს არ ვანობ სააკაშვილის თანაგუნდელებს კიდე რო თავისუფლებას აძლევენ ასე რაღაცა გონორის ტონში ილაპარაკონ ცოტა უხერხულია. მე საერთოდ წარმოდგენა მაქვს რომ სერიოზულია და ახლა ისეთი ბექგრაუნდი გაქვთ დიპლომატიური ხაზით მუშაობ და ასე შემდეგ და ახლა პირდაპირ ეთერში რო იმას იტყვი რომ რეფერენდუმზე არ გვინდა ჩატარება ეს პუტინის ელაპარაკია და დამასრულებელი და ჩავატაროთ ბიუროკრატიის შემცირებას ამას რეფერენდუმი რატო ამას ნამუსი უნდა უბრალოდ და უნდა იცოდე ჭკუა უნდა რომ უნდა იცოდე ნამუსაც ხდება რეფერენდუმი ისეთ ქვეყანაში როგორიც არის საქართველო. ხო ამ ლოგიკით თუ ხა ესე ნამუსზე ჩავატაროთ ნამუს თუ რეფერენდუმი თქვენ თუ ამას ნამუსს უკავშირებთ ბიუროკრატიის ზრდას მეც მიმაჩნია რომ ბიუროკრატიის ზრდა უნამუსობაა. მეც ასე მგონია. ბიუროკრატიის ზრდა ბიუჯეტის ჭამა ეს ღირებულებებზე რო სალაპარაკოთ, ესეც ნამუსის საქმეა. როცა თქვენ ერთმნიშვნელად იმ ღირებულებების მომხრე ხართ, რაც ეხლა ობამამ რო გამოვიდა ბაიდენთან ერთად და ჰომოსექსუალების დროშა რო ააფრიალეს და გამოაცხადეს დედამიწის გამარჯვებად ის რომ ერთსქესიანთა ქორწინება შემო აი ღირებულებებმა შეაზიზღა და შეაძულა ხალხს ეს პროდასავლური ორიენტაცია თუ მე რატო აკავშირებ ეროვნული მოძრაობა რატომ აკავშირებ პროდასავლურ ორიენტაციას ჰომოსექსუალიზმი თუ გინდათ ნახოთ რუსეთში უნდა ნახოთ ჰომოსექსუალიზმი ჩვენ ნახეთ რომ რატომ და კარგი რა არის ჰომოსექსუალი ხო და რა არის ჰომოსექსუალი თქვენ რას ხედავთ ანუ რა ყველაფრის თქვა შეიძლება ესე იგი თავარია რამე თქვა არა ნებისმიერი რამეს რასაც მე ვამბობ ამის დადასტურება შემიძლია მე ვსაუბრობ არგუმენტებით ბატონო იმ საქმიანობას რა საქმიანობასაც მე ვეწეოდი იმ საქმიანობას შეიძლება არგუმენტები მე მაქვს არგუმენტები რასაც ვამბობ ყველა საკითხი შემიძლია მადლობა მეგობრებო დრო ფაქტიურად აღარ გვაქვს განცხადები მოვისმენ რაც შემდგომ ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა მადლობა ისე უცნაური ქვეყანა ვართ რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ მაინც ჰომოსექსუალიზმით უნდა დავამთავროთ ეს არის აი ღირებულებებზე როცა რაღაცა ძალიან უცნაური აი და ყველაფერზე მოაქვს ეს არჩევნის ღირებულებთა სისტემა რომელიც გვაქვს ჩვენ განსხვავებული რომელიც აქვს აი პროდასავლებს ასევე განსხვავებული კი ბატონო და როცა ასე ძალადობით თავს გახვენ მანდ-ამან ეს ღირებულება ვიდო ჩავავარდები აჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მათ შორის ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა არის მეტი თავისუფლების მომხრე არის იმ ღირებულებათა სისტემის მომხრე რასაც წარმოადგენს ევროპის კავშირი და ნატო დიდი მადლობა თქვენი მომხრეები მცირდება ამ ქვეყანაში საბედნიერო და კარგია ეს ამ ქვეყნისთვის ჩვენი მომხრეები თუ მცირდება ჩავატაროთ რეფერენდუმი გამოჩნდება და ამ რეფერენდუმს ყოფილებთ კანონიერი დარწმუნებული არ იყოთ რომ ჩვენი მომხრეები მეტნი არიან ვიდრე მოთხოვნას რატომ ჩაატარეთ ასე შემთხვევაში მადლობა ყველა პროდასავლური პარტიას კარგით კომისია ყველა წავიდა ამის წინააღმდეგ კარგით მოკლედ ჯონდი ბაღათურია ქართული დასის ლიდერი ითხოვს ჩატარდეს ქვეყანაში რეფერენდუმი თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამას უარი უთხრა და იგი სასამართლოში აპირებს წასვლას მე წარმატება მინდა ვუსურვო გია ჯაფარიძეს და ჯონდი ბაღათურიას ისინი საინტერესო სტუმრები